სული რომელსაც მრავალი გამოცდილებით პირადად დაუდასტურდა ღმერთი მუდამ ზრუნავს მას. უკვე ეს სიტყვები ნიშნავს, რომ მე პრაქტიკოსი ქრისტიანი ვარ, პრაქტიკოსი. გესმით? თორე თუ მაგალითად ჩემი ქრისტიანობა არის მხოლოდ თეოლოგიურ სასწავლებელში წიგნებიდან მიღებული ცოდნა, რომ მოსეს გამოეცხადა, მოციქულები მიხვდნენ, წმინდა მამებს დაუდასტურდათ. გესმით? ეკლესიის წმინდა კრებებმა დაადასტურეს. ამას ვკითხულობ, სოფხედელობა ქრისტიანული ლამაზია, მშვენიერია. მეც ცოტათი თანამონაწილე ვარ, იმიტომ რომ ოდესღაც ჩემს გულს შეეხო და მოვედი ეკლესიაში. ოღონდ პირველ მდგომარეობაში არ წმენა. ანუ ვიცი რომ ეს დაუმსახურებლად მოცებული. იმის იქით ნაბიჯი არ გადამიდგავს პრაქტიკული თვალსაზრისით ქრისტესთან ურთიერთობაში და დავრჩი თეორეტიკოსად. გესმით, თეორიული ქრისტიანობა არ არსებობს. პირველსავე წინააღმდეგობაზე იმსხვრევა. ვერანაირი გამოცდას ვერ უძლებს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ ქრისტიანობა პრაქტიკაა და არა თეორია. თეორია უბრალოდ ჩვენს შინაგან ცხოვრებას ლოგიკურად გვიდასტურებს და ჩვენ შეგვიძლია რაღაცა დოზით სხვას აუხსნათ. აი მაგალითად ხელოვნებად ვცოდნე. თქვათ, შეიძლება ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია ან მეცხრე სიმფონიის ფინალი გენიალური რო არის, ხო? ეხლა მე მომეწონება და აღვთოვანდები მეცხრე სიმფონიის ფინალი რა მაგარია, მაგრამ ხელოვნებად მცოდნე ახსნის კიდევაც რატომ არის მაგარი და მე ვერ აგიხსნი. მე რაღაცა ესე. გესმის? აი ეს არის ღვთისმეტყველება. ანუ ადამიანი, რომელმაც იცის მუსიკა, განუცდია და თეორიაც იცის. მაგრამ თუ არ განუცდია, ვერ განიცდის, არაფერიც არ იცის და ვერ ხვდება და მარტო თეორია იცის, აბა ის რას ნიშნავს? არც არაფერს.